საომარი მოქმედებების დასრულებიდან დღემდეც რუსეთის საქართველოს დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას და საქართველოს მოქალაქეების დაჩაგვრას აგრძელებს. Მცოცავი ოკუპაცია საკუთარ თავზე 17 წლის მანძილზე ომს გადარჩენილმა არაერთმა მოქალაქემ გამოსცადა. საოკუპაციო რეჟიმმა მისაკუთრა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები. ყოველწლიურად იტაცებს ათობით ადგილობრივს, რომელთა ნაწილს რეჟიმის საპატიმროში წლების გატარება მოუწია. რუსეთმა მოკლა გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი, თამას გინტური. ჩემი კოლეგა ზურა პეტროსიანი იმყოფება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, სადაც ყველაზე თვალსაჩინოა რუსული ოკუპაციის კვალი. ზურა, მოგუყვევი სათხარ და 17 წლის თავზე როგორია ვითარება მან, როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები? კეთი 17 წლის განმავლობაში აქ მაინც იგრძნობა სწორედ ოკუპაციის უნი, არათუ იგრძნობა, არამედ ვხედავთ კიდევაც, ვინაიდან აი აქედან რამდენიმე მეტრში მე ვხედავ ახლა ცხინვალს, უბრალოდ ამის გადაღების საშუალება არ მაქვს და გამყოფ ხაზს, რომელიც წლების განმავლობაში ყოფს საქართველოს ერთიან ტერიტორიას და ოკუპანტი არის ჩამდგარი. აქ 17 წლის განმავლობაში ხუთდღიანი ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა საქართველოს უახლესი ისტორია და რომელსაც ძალიან მძიმე და ტრაგიკული შედეგები აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. დაღუპული 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები და 30,000-ზე მეტი დევნილი, რომელსაც მოუწია საკუთარი სახლების დატოვება. თუ მხოლოდ სტატისტიკას დავეყნობით, ეს არის რუსული აგრესიის შედეგი, თუმცა რეალური აგრესია დღესაც გრძელდება, როგორც თქვი და ყოველდღე ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ამას საკუთარ თავზე გრძნობენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ სოფელში, ერგნეთში, რომელიც სწორედ იბომბებოდა აგრესიული ფაზის დაწყებამდეც კი და ამას მოსახლეობა ღიად ამბობს, ის რომ რუსეთს ჰქონდა განზრახული საქართველოს ოკუპაცია ჯერ კიდევ მანამდე გაცილებით ადრე, ვიდრე 2008 წლის 7 აგვისტო დადგებოდა. ეს კარგად ცნობილი და დოკუმენტირებული ფაქტებია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში დღეს შევეცდებით, რომ სხვადასხვა ლოკაციიდან ფორმულას მაყურებელს მოუყვეთ სწორედ ეს ქრონოლოგია თუ რა ხდებოდა 17 წლის წინ. ახლა კი გეტყვით იმას, რომ უნდა გავახსენოთ მაყურებელს, რომ 2006 წელს დაიწყო რეალურად გეგმის მომზადება პუტინმა, მაშინ როდესაც ორი საგუშაგო ჩაიდგა სოფელ ჯავის ტერიტორიაზე და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ აქტიურად გამოიყენა ოკუპანტმა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც უკვე შემოიჭრა საქართველოში. მოსახლეობა ჩვენ გვიყვება, რომ 1 აგვისტოს დაიწყო რეალურად ასეთი ფაზა დაბომბების, როდესაც 1 აგვისტოს დაიბომბა ორი სოფელი, მაშინ უბრალოდ დაიჭრა პოლიციელი, 3 მშვიდობიანი მოქალაქე და ამის შემდეგ ყოველდღიურად გრძელდებოდა ასეთი აგრესია, პროვოკაცია, რომლის შეჩერებასაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, თუმცა რადიკალურად ვითარება უკვე 4-ში შეიცვალა, როდესაც როკის გვირაბში ჩააყენა, ვიცით, ესეც რუსმა ოკუპანტმა სამხედრო დანაყოფები და ამის შემდეგ უკვე ერთ დღეში ფაქტობრივად მათ გადმოკვეთეს საზღვარი. ჩვენ როგორც ვთქვით, გავაგრძელებთ ამ ისტორიების მოყოლას, თვითმხილველების ომის გაჩვენებთ, რას ამბობენ ისინი. ერგნეთი ნამდვილად გამორჩეული ადგილი არის და ჩვენ ვესაუბრეთ ლიან ქალბატონს, რომელმაც საკუთარ სახლში სწორედ ოკუპაციის მუზეუმი გახსნა და მას აქვს შეგროვილია ის რეალურად ისტორიის ნაწილები იმ დიდი ომის, ხუთდღიანი ომის, რომელიც ჩვენს ქვეყანას სწორედ რუსული ოკუპაციის შედეგად დაწყდა. შეგვიძლია რომ მოვისმინოთ ეს ნაწილი. მე ყოველ ჩამოსვლაზე მახსენდება ის ცუდი და სასშინელი დღეები, რომელიც ჩვენ გადავიარეთ და გადავიდანეთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახალი არ იყო ის როლები და ეს თავდასხმები, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული. ეს უკვე ჩვენ მივხვდით, რომ დაიწყო დიდი ქართულ-რუსული ომი. მუზეუმი გავაკეთე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი, ეს უნდა შევინახოთ ჩვენ და ეს არის ეროვნული მეხსიერება. ძალიან ამასინათ მოიყვანეს ბავშვები და შევეკითხე საიდან ახართ შვილო და მითხრეს აჩაბეთიდან. ამ დროს აჩაბეთი აღარ არსებობს, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ამ ბავშვებმა გადმოცემით იციან, რომ აჩაბეთიდან არიან. ძალიან მძიმეა. აი ამ ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის უნდა შევინახოთ და მე მინდა რომ უთხრა ყველას ის მართულხარდები, რომელიც ჩემი სახლიდან 200 მეტრის დაცილებით მდებარეობს. ერთ შენიერ დღეს ზუსტად ვიცი რომ დაინგრევა. ვინ დაიწყო ომი, აი ეს კითხვა, ირონიული კითხვა მთელი 12 წლის განმავლობაში, ქართული ოცნების მმართველობის 12 წლის განმავლობაში გასდევს ჩვენი ქვეყნის ამ მძიმე ფურცლებს, ვინაიდან ერთ მხარეს დგას ცივილიზებული სამყარო, რომელიც
დოკუმენტირებულ ფაქტებზე ამბობს, რომ რეალურად ომის აქტიური ფაზა 7 აგვისტოს დაიწყო და ამის არაერთი მონაცემი არსებობს, როგორც მოპოვებული ჩანაწერები რადარებიდან, რომელიც ასევე დაედო საფუძვლად მათ შორის საქმეს, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ, ასევე სეისმური მონიტორინგის ცენტრის ჩანაწერები, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია იცის ჩვენმა მაყურებელმა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რაც უნდა გავახსენოთ მაყურებელს, თავად პუტინის სიტყვები ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ხანში გაკეთებული, როდესაც მან თქვა, რომ გეგმა გქონდა და ამ გეგმას მიუყვებოდით და ის რომ ეს იყო გენერალური შტაბის მიერ დაწერილი გეგმა, რომელსაც პუტინი ასრულებდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ფორმალური პრეზიდენტი იყო მედვედევი, ესეც სწორედ ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება კარგად იცნობს, მიუხედავად ამისა, როგორც თქვით, ეს არის სპეკულაციის საგანი და ქართული ოცნების ნარატივი სწორედ რუსულ პოლიტიკაში ჯდება ღიად, სწორედ ეს კითხვები დაუსვით ჩვენ, მათ შორის პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ერგნეტში იყვნენ ჩამოსული, ისინი ამ წუთებში ახლა სწორედ ოკუპაციის მუზეუმს სტუმრობენ, აქ იმყოფებოდა პარტია გახარიას წევრები და როგორც თქვი, ისინი ამ წუთებშიც სწორედ ეცნობიან იმ მუზეუმის არტეფაქტებს, რომლებიც შემორჩა და შეაგროვეს ამ ადამიანებმა სოფელ ერგნეტიდან. ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ოკუპაციას და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად სამწუხაროდ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არის უკვე რუსული რეჟიმი, რომელიც აი ამ რბილი ძალით ცდილობს უკვე არა მხოლოდ 20% დაიპატრონოს, არამედ დაიპატრონოს მთელ ქვეყანას. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ, ომი თუ დაიწყო ჩვენ ქვეყნის წინააღმდეგ, ეს იყო ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი. და სწორედ 7 აგვისტო იყო ის დღე, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და სწორედ მის სამხედრო ინტერვენციას შეეწირა ამდენი ადამიანი, ამდენი ქართველი ვაჟკაცი, ვის ხსოვნასაც დღეს პატივს მივაგებთ. დღეს არაერთ სამოქალაქო ორგანიზაციას აქვს დაგეგმილი მემორიალური მსვლელობები არა მხოლოდ გორში, არამედ შინდისში, ასევე ხურვალეთში. ყველას, ვისაც აქვს საშუალება, შეუძლია შემოუერთდეს აი ამ მოძრაობებს და გაიხსენოს აგვისტოს ომის ის მძიმე 5 დღე. საერთაშორისო ასპარეზზე კი უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე სწორედ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ ომი ნამდვილად რუსეთმა დაიწყო, ეს იყო რუსეთისა და პუტინის აგრესია და ამ ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.